შანსს ვაძლევ ხელისუფლებას, რომ საღი აზრის ფარგლებში დარჩეს და კიდევ კარგად გაიაზროს, ორჯერ დაფიქრდეს, კიდევ სადოს ფიქრები აიშალოს და ვითარების სიმძიმე კარგად გაიაზროს. ეს აღარ არის სახომარო ვითარება, ხო? ადამიანი მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ შეაწყვეტინეს იმ მედიკამენტების და დანამატების მიღება, რომლის წყალობითაც მან შეძლო სიცოცხლის შენარჩუნება დღემდე. და 37 დღეს მან განაცხადა, რომ მედიკამენტებსაც აღარ მივიღებო და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც აღვირახსნილი კამპანია დაუპირისპირა ხელისუფლებამ. ანუ იძულებული გახადეს, ხო, მიხეილ სააკაშვილის გაეკეთებინა. ამიტომ ვითარება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე გვეგონა. 24 საათი არის ის ვადა, როდესაც შეუძლია ერთი საათად მოაზროვნე ადამიანიც მაინც იყო ხელისუფლებაში. მეორეს ხო ჩვენ გვინდა ეხაც ბოლომდე ვცადოთ და ჩავებღაუჭოთ მინიმალურ შანსსაც, რომ ადამიანის სიცოცხლე უზრუნველყოფილი გახდეს ხელისუფლების ხელი. თუ ამას არ აკეთებს და 24 საათი გაილევა, გეგმა, რომელიც მე გავაცხადე, მოვა სისულეში და უკვე თავისუფლების მოედანზე 8 საათზე ორშაბათს ჩვენ ახალ გეგმას წარუდგენთ საზოგადოებას, რომელიც რა თქმა უნდა იქნება შესაბამისობაში მოსული და ადეკვატური იმ ვითარებასთან, რომელიც იქნება ორშაბათი დღისთვის.